ტყუპები, სასწორი მერწყულები ერთი კვირის განმავლობაში რა ენერგიებში იქნება. დავიწყოთ ტყუპებით. ტყუპებს ერთი კვირის განმავლობაში ცოტა ემოციური ფონი მომატებული გაქვთ. შეიძლება რაღაცა საკითხები იყოს ძალიან სენსიტიური, ძალიან გულთან ახლოს მიიტანოთ და გაგიჭირდეთ გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ აქ შეიძლება აი კონფლიქტური მდგომარეობა შეგექმნათ, არ შეხვიდეთ ამ კონფლიქტში და თავის არიდება გადაწყვეტოთ და გაეცალოთ. აი სიმშვიდით, დიპლომატიით გადაწყვეტოთ, რომ არა, არ ღირს ეხლა სიტუაციის გამწვავება. ან შეიძლება ისედაც გამწვავებულია სიტუაცია და ეხლა აი გასვლის თემები გიჩვენთ რაღაცა ნეგატიური პრობლემებისგან დაძლევა. აქ შესაძლებელია ტყუპებს მოგიწიოთ აი რაღაც ახალი გზებისკენ სვლა, სწავლა, მაგალითად განათლება, რაღაცა სიახლეების, შეიძლება გზაზე წასვლაც მოგიწიოთ და ზუსტად არ იცით საით მიდიხართ, მაგრამ მაინც მიდიხართ, მაინც არ ნებდებით. ემოციები დააბალანსეთ და თავი არ მოიტყოთ, თუ სადმე არ ხართ, ან სადაც თქვენ ინტერესებით დასაცავით, დაიცავით, ტყუილა არ გაერიდოთ სიტუაციას. რაც შეგეხებათ სასწორებს, სასწორებისთვის ცოტა ისეთი არასასურველი ენერგიებია ერთი კვირის განმავლობაში, თითქოს ცოტა იმედგაცრუებულები ჩანხართ, ან გულდაწყვეტილები რაღაცა ვიღაცისგან ან რაღაცისგან. შეიძლება არსებობს, ან უკვე გამოვლინდა რაღაცა ფარული სიტუაცია, რომელიც აქამდე არ ჩანდა, დაფარული იყო, ან ვერ ხედავდით, ან არ გინდოდა დანახვა, ან რაღაცა რეალობის მიღება და ეხლა იძულებულები იქნებით, რომ მიიღოთ სინამდვილე ისეთი, როგორიც არის. შეიძლება არ მოგეწონოთ, აი თუ რაღაცა ეჭვები გაქვთ, შეიძლება დადასტურდეს მაგალითად სასწორებთან. არ არის აუცილებელი აქ პირადს ეხებოდეს მხოლოდ და მხოლოდ. შეიძლება ფინანსებზე თუ მოვარგებთ, აი ფინანსურად ცოტა ხარჯებში იყოთ, რისკებში იყოთ, აი დაეყრდენით შინაგან ხმასაც და ლოგიკასაც ერთმანეთში მოიყვანეთ თან წყობაში, რომ ნაკლებად აი დაგწდეთ გული რაღაცაზე. თუმცა შინაგანად ძალიან ძლიერები ხართ და ესე ადვილად თქვენ ვერავინ გაგტეხავთ სასწორებს, მაგრამ აი ცოტა ემოციური ფონი მომეტებულია. რაც შეეხება მერწყულებს, მერწყულებისთვის აქ ერთი ციკლის და ცხოვრების ერთი ეტაპის დასასრული იქნება ყველა შემთხვევაში. აი შეიძლება რაღაცას დიდი ხანია ელოდებით, რომ რაღაც სიტუაცია ბოლოში მივიდეს, ფინიშში გავიდეს, დასრულდეს, შეიძლება დიდი ძალისხმევის ჩადება გიწევთ აქ რაღაცებში, მაგრამ ბოლო-ბოლო გავხვალთ ბოლოში. თქვენ ძალიან ფრთხილები ხართ ამ კვირაში მერწყულები, შეიძლება ვიღაცა ან რაღაცა სიტუაციას მიმართ ნდობა არა გაქვთ და არენდობით და ეჭვის თვალით უყურებდეთ იდეაში, შეიძლება უკვე იმხელა გამოცდილებები მიიღეთ ცხოვრებაში, რომ ნდობა ესე ადვილად თქვენთვის არ ხდება. აქ აი თქვენ სამყაროში ხართ, მშვიდად ხართ, გარეთიდან არავის არ აძლევთ უფლებას, რომ სიმშვიდე დაგირღვიოთ, ჰარმონია დაგირღვიოთ. თუ რაღაცა სიტუაციის დასრულებას ელოდებით, ერთი კვირის განმავლობაში ძალიან დიდი ალბათობა, რომ დასრულდეს. ეს ისედაც ესე მოხდება, გინდათ თუ არა თქვენ.